კი სასიკეთო. ანგლიკანები თქვენ თქვით რომ 5 წელი აღადგინესო და თავდაპირველად როდის იყო ეს ისტორია საიდან იწყება, ანუ აღსადგენი რა იყო? პირველი მქადაგებელი შემოდის 1825 წელში. ეროვნებით ებრაელი მალანი, არა. გამახსენდება, ზუსტად 200 წელი გახდა წელს, რაც პირველი მქადაგებელი შემოდის თბილისში და შემდეგ ბათუმში. თუმცა იმ პერიოდში ბათუმი არ არის, ისტორიული საქართველოს ტერიტორიაა, მაგრამ ჯერ არ არის რუსეთის იმპერიის ფარგლებში დაბრუნებული, ასე ვთქვათ. მაგრამ პირველი ქადაგება ეს იყო ზუსტად 200 წლის წინ. ეს ეკლესია აღდგა. ვის უქადაგა მაშინ, ვინ არის მსმენელი? თბილისში არის ეს წყარო, უქადაგა გერმანელებს და პოლონელებს და ებრაელებს. თბილისში ყოველ შემთხვევაში. უცნაურია. და მე რამე წყაროები გვაქვს, რომ მათ ან სამლოცველო აქვს საქართველოში, ან იმ პერიოდში რამე მრევლი ყავს ანგლიკანურ ეკლესიას. კი, როგორ არა, ჩვენ გვაქვს, მე ვიყავი ბათუმში სპეციალურად ჩასული ამისთვის. ყველამ ვიცით, ყოველ შემთხვევაში ყველას ნანახი გვაქვს ბათუმში სანაპიროზე შერატონის გვერდზე წმინდა ბარბარეს მართლმადიდებლური ეკლესია, ხო? ყველამ ვიცით. ის იყო ანგლიკანური ეკლესია. ამაში ფორმა სხვანაირი ხონდა, მე კი, ეს მოხსნეს, მე ეს შენ კიდე ჩემს სტუდენტობაში სხვანაირი იყო ეს ეკლესია. კი, მე მომცა სხვა, ფოტოებიც არსებობს, მაგრამ გავიცანი შესანიშნავი არქიტექტორი ლადო ჟავანაძე, რომელსაც შეუდგენია თავდაპირველი პროექტი და ეს მოხდა ასლან აბაშიძესთან შეთანხმებით. ამ პროექტის გაკეთება, ანუ მაქსიმალურად ძველი იყო მან და რესტავრაცია მოახდინეს ასლანის დროს. კი და არა. ასლანის გადაწყვეტილებით, როგორც ისინი მიყვებიან და ბატონი გია ბაღდოშვილი, არქიტექტორი, ბათუმელი, ისინი მომიყვნენ, რომ აქ საშინელი ბარაკები იყო, რაღაც ძალიან ბევრი ნანგრევები, ბინძური ტერიტორია და ეს კონკრეტულად ასლან აბაშიძის სურვილი იყო, რომ გაწმენდილიყო და აღდგენილიყო ეს ეკლესია, ანუ უშუალოდ მისი ჩარევით, მასთან შეთანხმებული პროექტით, ანუ ძველი სახლით ეკლესია და ეს ცალკე ნაგებობა როა, ხო? ეს იყო დაკავშირებული ხიდით არა, გადახურული გალერეით, შუაში იყო შადრევანი, საკმაოდ ლამაზია. ეს ფოტოები არის შემორჩენილი და ეს ტერიტორია აღდგა მაშინ. მაგრამ ამის წყაროების მოძიება გაჭირდა და ესეთ ფაქტს წავაწყდი, რომ ცნობას წავაწყდი, რომ ბოლოს ინგლისელები რო გავიდნენ თბილისიდან რო აიყარნენ, გადიან ბათუმიდან. ანუ ეს აქედან წასული წერალთა სახში იყო მაგათი შტაბ-ბინა განთავსებული, აქედან მიდიან ბათუმში და ბათუმიდან გადიან უკვე საქართველოდან. რესტავრაცია რო დაუწყიათ მწერალთა სახლის, სახურავში უპოვიათ ძველი ამ საკონსულო საბუთები. ანუ დანარჩენი დაუწვავთ და შემდეგ ინგლისის მუზეუმშია კიდევ დაცული ესეთი ცნობები, რომ მთელი ზარბაზნები, გემები, თუ კი რამე ეს ნაღმები არსებობდა, ყველაფერი გაუნადგურებიათ, ეტყობა ძალიან გამწარებულები წავიდნენ. აქედან მთლიანად რაც კი დოკუმენტაცია იყო დაწვეს. ამიტომ ამ ანგლიკანურ ეკლესიაზე საქართველოში ჯერჯერობით რაღაცა ქართული ცნობები ან რაიმე გეგმები რაღაც წირი ინფორმაცია გვაქვს. ძალიან წირი ინფორმაცია გვაქვს, ხო? ნახოთ, ეხლა ჩავდივარ მალე ბათუმში და იმედი მაქვს, რომ ვიპოვით რაღაცა ძველ იმ პერიოდის 19-18-21 წლის რუკებს და იეგება იქ იყოს. ასევე მეორე ეკლესია ბონის დასახლებაში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, იქ ყოფილა ინგლისელების სასაფლაო და იქ ასაკოვანმა მოსახლეებმა მითხრეს, ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ ჩვენო იმ სასაფლაოზე დავრბოდითო, ვთამაშობდითო, იმიტომ რომ ძალიან უცხო საფლავის ქვები იყო ჩვენთვის უცხო და იქ დამალობანას ვთამაშობდითო და ასევე მეორე ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ
90-იან წლებში ეს საფლავის ქვები გემებით გაუზიდავთ სტამბოლში და გაუყიდიათ. ანუ ეტყობა რაღაც ძვირფასი ქვები იყო, ან შეიძლება რაღაც ქანდაკებები იყო და წარმოიდგინეთ ამაშიც ფული გაკეთდა. დღეს იქ აღდგა მსახურება, არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მაგრამ მის გარშემო ისეთი მჭიდრო დასახლებაა, რომ საფლავის კვალი აღარ არის შემორჩენილი. თუმცა იქ საფლავები იყო, ეს ვიცით. კი, როგორ არა, ეს ადამიანები, ამ ადამიანებს, ვისაც ველაპარაკე, ყველა მომსწრია ამ სასაფლაოს. კი. აი ის იმედი მაქვს, რომ დაცული იქნება ბათუმის არქივებში ძველი ბათუმის რუკები, სადაც აღნიშნული იქნება ეს სასაფლაო მაინც ყოველ შემთხვევაში. თუმცა ეხლა ცოცხალი ხალხია არსებობს, ვისაც ახსოვს ეს სასაფლაო.